გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დაგიბრუნდათ ამბასადორის სპორტი, მცირეხნიანი პაუზის მერე, სპეციალური გამოშვება გვექნება დღეს. უყახოვჯავა გიორგი პავლიაშვილი, ისევ თქვენთან ერთად ვართ. მოგვიახლოვდა UFC 311 და განსაკუთრებული სტუმარი ყავს ბიზინა გავაშელი, მებრძოლი, ძალიან პერსპექტიული, საინტერესო ბიზინასთან ერთად ვისაუბრებთ მის კარიერაზე, რა ხდება ირგვლივ მის თავს. რა საპირეს მომავალში და რა თქმა უნდა მერაბზე გვექნება ბოლოსკენ უკვე განსაკუთრებული აქცენტი, იმიტომ რომ ყველა განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს და გულშემატკივრობთ მერაბ დვალიშვილს რომ დაიცვას თავისი ტიტული. როგორ ხარ პირველ რიგში? მადლობა რომ მოხვედი. გამარჯობა, მეც მოგესალმებით და მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის. კარგად ვარ, ყველაფერი კარგად მინდის. რაღაც სიახლეებიც დაგვიგროვდა, ესე ვთქვათ, ახალი წლებმა გადაიარა და ვემზადებით ახალი გამოწვევებისთვის, ესე ვთქვათ რა. ბრძოლაც დაახლოებით უკვე ვიცით, როდის იქნება. ნასაუბრებია, უკვე გარკვეულია, მიახლოებით მარტის თვეში, მარტის ბოლოს უფრო. და აი მაგისთვის უკვე ნელ-ნელა აქედანვე ვიწყებთ ესე სამზადის რა, ნელ-ნელა რომ მე უკვე კარგ ფორმაში შევხვდეთ, რაც თქვია რა. ვინც არის ის უთხრათ რომ შენ ხარ ორგანიზაცია ბრეივის წარმომადგენელი ამ ეტაპზე, მათთან გაქვს კონტრაქტი უბრალოდ და ხარ პირველი კონტენდერი ამ ორგანიზაციაში. კი, კამარი არის ვაკანტური, ესე ვთქვათ და პირველი ნომერი მე ვარ, ახლა ველოდებით ესე ვთქვათ, შესაბამის კონტენდერს, ისე რომ, პირველი ნომრების ჯახი რო იყოს, ესე ვთქვათ, რომ საინტერესო და მაგრამ ესე შეიძლება ისე იყოს, რომ გაიწელოს ეს დრო და აქედან გამომდინარე შემოთავაზეს, ორგანიზაციამ შემოთავაზა თვითონ რო არ ვიყოთ ისე გაჩერებული, ესე ვთქვათ და ვიყოთ ექშენში და აქტიურად ვიყოთ. ეს მებრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ხარ და ასე შემდეგ წინსვლა, წინსვლა რო გაინტერესებს, აქედან გამომდინარე, რაც უფრო ხშირად იჩხუბებ და რაღაც უკეთესია. შემოგთავაზეს, რომ ჩვეულებრივ, კარგ ჩხუბს გაგვიკეთებენ, ესე ერთ-ერთი როგორც წინა ჩხუბი იყო main event-ი, ჩვენც რა თქმა უნდა დავთანხმდით, ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ფორმაში ვიყო და ჩხუბთან ახლოს ვიყო ყოველთვის. და ასაკიდან გამომდინარე, არც ის კამარი არ გაგვიქცევა, 26-ის ვარდი ახლა. არც ის კამარი არ გაგვიქცევა, მთავარია ჩვენ გასაკეთებას გავაკეთებთ, დანარჩენი უფლისნებით ყველაფერი კარგად იქნება. ბოდიში ლუკა ერთ კითხვასაც დავსვამ მე დაგითმო, შენი მიზანი არის ახლა ბრეივში ჯერ ეს ჩხუბი და მე ალბათ ჩემპიონობა კამარი ამ ორგანიზაციის, ხო და სამომავლო მიზანია უკვე UFC-ში მოხვედრა. ეგ როგორი პერსპექტივაა მე რამდენად ახლო ასე ახლო არის, შეიძლება ძალიან ახლოს იყოს. უბრალოდ ჯერჯერობით, რადგან ყველაფერი ისე არ არის საჯაროდ მაინც და მაინც ვფიქრობ, რომ არ მინდა რომ გავახმოვანოთ, იმიტომ რომ არც იქნება სწორი. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვიტყვი 1-2-ს ისე რომ დავასპოილერებ, ესე ვიტყვი რომ შეიძლება ძალიან ახლოს იყოს და ამ წლის ბოლოს ძალიან მარტივად წარმოსადგენი იქნება, რომ უკვე ვიყო UFC-ში. აქედან გამომდინარე, შეიძლება არც დაველოდოთ ბრეივის კამარს, არის რაღაც ლაპარაკები მაგასთან დაკავშირებით და არის უკვე კონკრეტული ლაპარაკები, არ ვიტყვი რომ ისე. ყველაფერს გავახმოვანებთ, კაი. თუმცა ჯერჯერობით მივყვეთ ესეც სურათს, რაც გვაქვს ხელთ, რაც 100%-იან ცხოვრებაში არაფერია, მაგრამ რაც ძირითადად ველოდებით რომ მოხდეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ეს სურათი გვაქვს, ვიჩხუბებთ ამ ჩხუბს მარტში. ვიცი მეტოქე ვინა? მეტოქე წინა ჩხუბი, როგორ იყო, ხა აგეხსნით რა, მარტის ჩხუბი, ეს ივენთი უნდა ჩატარებულიყო იანვარში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლები დაემთხვა, ეს ჩხუბი ტარდებოდა ჩინეთში. ცალკე აღნიშნავენ. ხო, იქ ცოტა სხვანაირადაა. ჩვენ დროს არ არის ახალი წელი, იქ ცოტა მერე არის. მაგრამ პრობლემა ამჯერად ეს არ იყო, ეს პრობლემა უფრო იყო ვიზების რა. საკონსულოები ხა მარტო მე ხო არ მივიდიოდი საქართველოს, აღარ ჭირდება ჩინეთში ვიზა, მაგრამ ბევრი ხა ევროპის ქვეყნებიდან მოდიოდა ისის და საკონსულოები არ მუშაობდნენ ფიზიკურად და აქედან გამომდინარე, იფიქრეს ესეთი რაღაც რომ უნდა გადაეწიათ რა ეს ტურნირი. რო გადაეწიათ, მე უკვე იმათი ახალი წელი მოდის და მივიდე უკვე მარტამდე რა. აქედან გამომდინარე ესე დაალაგდა. ისინი კარგად ზეიმობენ თურმე. კი, საკმაოდ არის რა, ჩინეთში. და რაზეც მოვაყოლე ეს, მაშინ უკვე ჩაანიშნული იყო, ჩვეულებრივ მებრძოლიც მოწინააღმდეგეს ყავდა უკვე, ვინც იყო ვიცით, ჩინელი იყო, ჩინელი მებრძოლი იყო, ერთ-ერთი პირველი ნომერი, ესე ვთქვათ, იქ
და სხვათა შორის ადრე ჩემ აი საწყის ეტაპზე ესე ვთქვათ WLF-ი არის ჩინეთში MMA-ის ერთ-ერთი უდიდესი კი არა მე მგონი პირველი ეს არის რა ორგანიზაცია. იქ ჩხუბობდი მეც ტოპებში ვეყავი და მე უკვე რაღაც ისე დაალაგდა რომ წამოვედი აღარ მომიწე იქ ჩხუბი და ეს ბიჭი არის იქ პირველი ნომერი რა. და საკმაოდ სახელიანი ჩხუბი იქნება, შესაბამისი კონტენტები შეარჩიეს, რომ იქ უკვე დიდი ჩხუბი გაკეთდეს რა და დიდი ალბათობით ისევ ის მოწინააღმდეგე იქნება, როგორც გითხრეს, თუ რამე არ შეიცვალა, ну, ბევრი რაღაცები იცვლება, ხოლმე ხშირად იქიდან გამომდინარე, ცოტა მკაცრი სპორტი გვაქვს და რაღაც ტრამვებთან ახლოს ვართ ყოველდღიურად და რამე. მაგრამ, ну, დიდი ალბათობით ვიმედოვნებთ, რომ იგივე მოწინააღმდეგე გვეყოლება. ხო, აი რამდენად მნიშვნელოვანია, იცი რა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ღრმად შეიძლება არ ვიცოდეთ ხო ეს სპორტი ზოგადად და აი არის ხოლმე ხო შემთხვევები, როცა მოწინააღმდეგე შეიძლება უცებ შეგეცვალოს და უცებ მოგიწევს ვიღაც ხვასთან ჩხუბი და შენთვის პირადად ან ზოგადად სპორტსმენისთვის ამ სფეროში რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნით ადრე იცოდე ვისხვდები, ხო, იმიტომ რომ შეიძლება სწავლობ იმას, იმის ტექნიკა, ასე შემდეგ, ხო, ბევრი რაღაც ნიუანსი არის და გეთანხმები. ჩემ შემთხვევაშიც ესეა, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხანი იცი შენი მოწინააღმდეგე, ეს რა თქმა უნდა უკეთესია, იმიტომ რომ ამუშავებ მის სკილებს, ხედავ, უყურებ ვიდეოებს და მის შესაბამისად უკვე ემზადები რა. ჩვენ როგორც წეგანო აღნიშნე, ანუ რაღაც ძალიან მრავალფეროვანი ეს არის რა, ანუ დგომიც არის, ჭიდაობაც არის, ქვევით პარტერი გვაქვს. იქ ანუ ყველას თავის რაღაც პლუსები და მინუსები აქვს და აქედან გამომდინარე, როცა ხედავ შენ იმის მინუს, იმისთვის კონკრეტულად იმ მინუსში ემზადები, რომ იმ მინუსში გაჯაჭყო, ხო, თქვა. ესე უხეშად რო თქვა და ის ჩინელი ვინ არის ხა რა სტილი სტრაიკერი არის, სტრაიკერია, კარგი სტრაიკერია. თუმცა ჭიდაობს კიდევაც რაც ვნახე უფრო დაბლა გრეპლინგს რა გრეპლინგს კარგად მუშაობდა და გამძლე ბიჭია რა რაც ვნახე ყბაც უძლებს ესე ვთქვათ და ნუ საკმაოდ კარგი მებრძოლია ვერ ვიტყვი ხა რომ მაგაზე უკეთესისთვის არ მომიგია ვიტყვი რომ მომიგია მაგრამ წინასწარ მაინც არ გავაკეთებ ბევრ რაღაც ესე წინასწარ მეტყველებასავით რო არ გამომივიდე სანამ არ შეხვდები და სანამ არ ნახავ ბევრ რამეს მაინც ესე წინასწარ ვერ იტყვი და ვერ გაიგებ აქედან გამომდინარე ნუ რაც კითხვა იყო კითხვას რომ დაუბრუნდეთ ეს იქნება ესეთი ანუ მე მაგას მიჩვეულიც ვარ ჩემი წინა ბრძოლა ვაფშე 3 მოწინააღმდეგე შეიცვალა და მე-4-ს ვეჩხუბე და ნუ ესე იცვლებოდა და ხშირად არის ხოლმე ეგეთი რაღაცები ჩემ კარიერაში მომხდარა და ნუ მაგას რა თქმა უნდა თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც აქვს და მაგაზეც რო ვისაუბროთ 1-2 სიტყვით პლუსი რა შეიძლება იყოს ხო ახლა ვიღაც რო იტყვის პლუსი შეიძლება იყოს რომ თუ ის პიროვნება ხა უბრალოდ ხა მაღალ დონეზე როცა ჩხუბობ იქ უკვე ყველა მეტნაკლებად მზად არის ყველაფრისთვის რა იმიტომ რომ ხა მე ოფ სეზონია თუ არ არის ჩვეულებრივად სულ პასტანად ვარჯიშობ რა დღეში ხა ორჯერადზე რო ხარ შეიძლება ვიღაცთვის არ ემზადებოდე და რაღაც კონკრეტულში არ იყო ისე მაგრამ სამაგიეროდ ანუ ფორმაში ხარ მეტნაკლებად ან ფორმასთან ახლოს ხარ და კარგი ანუ ეს პლუსი ისაა რომ შეიძლება ისეთ ფორმაში ვერ დაგხვდეს რა და ისე დაეთანხმოს რა ანუ ეგ არც ხშირია მაგრამ შეიძლება რომ პლუსად ჩავთვალო და მინუსი რაც არის ის არის რომ ანუ შენ ხა ელოდები სხვას შენ აი ვთქვათ ემზადები მოჭიდავესთან რა ან ემზადები სტრაიკერთან ხო აი სტრაიკინგში ვარჯიშობ მე უცებ გაიჩიტება მოჭიდავე შენი კუნთი არის მეჩვეული იმას რომ გაშალოს და უცებ გეჩიტება ისეთი მოწინააღმდეგე რომელთანაც გჭირდება რომ მოჭიმო ესე ვთქვათ რა და უკვე სხვანაირად მინდის რა ჩემისთან გირჩევნია ყველაზე მეტად ხო შენი სტილი ახლა ვინც არის მაყურებელს რო უთხრათ შენი სტილი უფრო რა არის ანუ ჩემი სტილი მე ბექგრაუნდიც არ მოქვს ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ პირდაპირ MMA-დან დავიწყე. ვერც დავარქვე ხა, იმიტომ რომ იქაც და იქაც უფრო უნივერსალი ვარ, რასაც უყურებ ბოქსიორებთან, ბოქსაობ და მოჭიდავებთან ჭიდაობ. ხო და რომელი გირჩევნია მაინც არის? როგორ ხდება? არ ვიცი, აი ესე როგორ ვთქვა. ეგ ყველაზე მაგარია, თუ არ იცი ყველაზე მაგარია. იმიტომ რომ გააჩნია, ხო პიროვნებას გააჩნია. შეიძლება მოჭიდავეც ისეთი იყოს, რომ ხო ხდება, აი გაგირთულო საქმე, ან შეიძლება მაგარი ძალიან მაგარი სტრაიკერი იყოს და ისე სვავდეს, რომ საშიში და უფრო აი რისკთან ახლოს ხარ რა, სტრაიკერთან და როგორ გაწონი და როგორ აწონი მაგაზეა რა, უფრო განსწორებული. მაინც ხა სტრაიკერები უფრო ნაკლებად, ხო? იდეაში. რატო, არა, ძალიან ბევრი მაგარი ბიჭები არიან, ძალიან ბევრი. ყველას ქონდა ესეთი აზრი რა, ესე ვთქვათ, რომ
flyweight-ში, თუნდაც მერაბას წონაში, ესე ვთქვათ, მერაბა ერთი bantamweight-ში არის, ერთი ძევით არის რა. დაბალ წონაში ვითომ სანოკაუტი ძალა ნაკლებად აქვს. ხო, ვითომ კრივიდან გამომდინარე. მაგრამ ეს ახლა უკვე დაიხვეწა, იმდენად მივიდა და წინ წავიდა ეს სპორტი რა. ახლა რო გადავხედოთ ჩვეულებრივ ბოქსიორებს, ხო, პატარა წონის ბოქსიორები ყველა თიშავს რა, ძალიან რამდენია ახლა. და აქედან გამომდინარე, აქ მით უმეტეს პატარა ხელთათმანეა და ვინც 1-2 ბოქსის ისწავლა, ხო? აქედან გამომდინარე უკვე კარგად მინდის დარტყმებით და გაცვლებში უკვე ყველა ზოგი ისეცემა, ზოგი ისეცემა და უკვე მოხშირდა რა, ესე ვთქვათ და ვეღარ გამოვარჩევთ, რა, აი როგორც მძიმე წონაში რო უფრო იყო, სტატისტიკურად უკვე ვეწევით ესე. შენ ხარ წონაში, სადაც UFC-ში არის პანტოჟა ჩემპიონი, ხო? ჩემს გასაგებად ეგრე არის. ხო, ყველაზე მსუბუქი წონა. კი ბატონო. მოკლედ, ძალიან საინტერესო არის რა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. ჩემც აი როგორი რაღაცა იცი და მე მგონი მაყურებელიც ბევრია ეგეთი, ბევრი უკვე ექსპერტად იქცა, ისე პოპულარული გახდა და ისე ჩაერთო. ჩემც ყოველთვის საინტერესოა ესეთ ხალხთან საუბარი, იმიტომ რომ მაგრად ერკვევიან თვითონ ამ სფეროში არიან და მეც ბევრ რამეს ვიგებ, იმიტომ რომ მართლა დამაინტერესა რა ბოლო პერიოდში მაგრად ჩაუჯექი და რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ბიჭებზე, მე მერაბზე უფრო კონკრეტულად, მაგრამ აი ვინც UFC-ში არიან, ხო, ეხლა ჩემთვის აი როგორ იქცა, იცი რატომღაც აი ესე რომ უყურებ სპორტს ზოგადად, აი რაღაცნაირად ნელ-ნელა ილია თოფურია საყვარელ ქართულ სპორტსმენად გადაიქცა მაგალითად რა, იმ თავის სტილის გამოსხებ სტრაიკერებზე რო ლაპარაკობდი, ხო ხდება ყველას თავისი მოწონს, ჩვენი ყველა მომწონს და ყველას გულშემატკივრობთ, მაგრამ სტილი მაინც სტილია, ხო? ეხა ილია ისე მიდის წინ რაღაცნაირად უფრო ჩემთვის უფრო მისაღებებღაც შეიძლება მერაბიც მომწონს, მაგრამ მერაბი ჭიდაობა და დაუღალავ მოწონს ხო ხდები, რას გულისხმობ რა და მოდი ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი აი ზოგადად მაინტერესებს შენგან რამ გამოიწვია აი ეს ბუმი საქართველოშიც, ხო? აი მაგ ბიჭებმა გასაგებია კიდევ რამ მე მაგაზე ჩემი პასუხია, შენი არის რა? მე რასაც ვფიქრობ, ეგ უფრო ჩვენ ხასიათში ზის რა. ჩვენ რაც არ უნდა ვიქაჩოთ, ხო ხდები, მაინც კავკასიელი ხალხი ვართ. მაინც ნაუმარი ხალხი ვართ რა და სისხლში გვიზის, გვინდა ეს არ გვინდა, ანუ მაგაში სხვა ერებთან შედარებით დიდი განსხვავება გვაქვს რა. ეხლა მე ჩემ თავზე მაქვს ბევრი რამე გამოცდილი, ბევრ ქვეყანაში ყოფილ ვარ, ბევრი ეხლა ცხოვრობდი ბოლო უკრაინაში, 6 წელი ცხოვრობდი და იქ ვარჯიშობდი, იქ ანუ ნაკრებში ვიყავი ეხლა და ხვდები განსხვავებას ჩვენსა და სხვა შორის რა. აქედან იმის თქმა მინდა რომ ხასიათი იმდენად დიდ როლს თამაშობს აქ ჩვენ სპორტში, ანუ კაცრი სპორტია, ვერ ვიტყვით რომ ეს რაღაცა ფეხბურთს გავს. ყველა სპორტი რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ რო წააგებ, თამაშს წააგებ და აქ რო წააგებ, ვიღაცა დაგლეწავს რა. ცოტა ისეთი ის არის რა. და აქედან გამომდინარე, ხასიათი რომ დიდ როლს თამაშობს ევროპაში, თან ესე აღნიშნა, ევროპაში თუნდაც ამერიკაში ხა ბევრნი არიან გასაგებია, იმიტომ რომ თვითონ რაოდენობაც ხალხის ბევრია რა, მაგრამ წარმატებულები ხო უფრო როგორ აიცი, თბილის აბანი მოიხადე, ადექი და გარეთ სიცივეში ირბინე, წადი და ვიღაცა სისხლი შეასხი ყოველ დღე, დილა, საღამოს ვარჯიშზე, ეგ ცოტა მარტივი საქმე არ ეგონოს რა და ბევრს დაწუნებული ვარ რომ ხო, არც ეგონებათ რა. ხო და ეხლა ჩვენ მით უმეტესთან ვერ ვიტყვით რომ ევროპის დონის ცხოვრება გვაქვს, მაგასაც ხას გაუსმე, უფრო აი გაჭირვებული ხალხი ბევრია ჩვენთან. Ну, უბრალო ხალხში მით უმეტეს იბადება ეს შიმშილი და შიმშილიდან გამომდინარე კიდე მეტის ინტერესი გაქვს რა, სურვილი გიჩნდება, რომ ეხა აი რაღაცას მიაღწევ, თუ მიაღწევ, შენი ცხოვრება გაუმჯობესდება რა. ეს რო გაუმჯობესებაში რო შედიხარ, შეიძლება ამ დროს ხასიათი გამოყვეს, ან არ გამოყვეს და ამაშია საქმე, რომ საქართველოში ძალიან ანუ ბევრი ვართ ისეთი, ვისაც ხასიათი მოყვება რა, ჩვენი გენეტიკიდან გამომდინარე. ხასიათი რომ მოყვება და არ გმტყუნობს, ესე ვთქვათ, ხო? მე უკვე შედეგიც მარტივად მოდის. ეს ბუმიც ჩემი აზრით უკვე მაგის დამსახურებაა რა. და გულშემატკივარიც შეიძლება მებრძოლი არ იყო და არ გიჩხუბია ქუჩის გარდა არსად, შეიძლება არც ქუჩაში ვიღაცას, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ გულშემატკივარმაც იმიტომ მიიღო და თავისად იგულა, რომ იმასაც იგივე აქვს, რასაც ბიზნესმა მილაპარაკა გამოვლილი, ხო? ჩემთვის ძალიან კაი გაშლილი პასუხი იყო ეს, იმიტომ რომ დაახლოებით მეც ეგეთი პასუხი მაქვს, რატო გახდა ესე უცებ ეგეთი პოპულარული ჩვენს ქვეყანაში ეს სპორტი. არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, კრივი გააკრო რა, რა ვიცი,
არ არის კრივი ისეთი როგორც ხო, ნუ ეგონკა ჯერ ვერა, მაგრამ ხო, მაგრამ უკვე მასიურობაში რა. მასიურობაში. როგორ გავაკრო? აი ხა ჩვენთან ბევრი უფრო MMA-ს უყურებს, ჩვენთან კი, ჩვენთან აბსოლუტურად. მაგიდან გამომდინარე შეიძლება რომ ეგრეც ითქვას კი. მაგრამ ნუ უფრო კრივს რაღაც ძალიან დიდი ისტორია აქვს, კლასიკაა, თავის თემები აქვს, თავის მოყვარული ყავს, რა თქმა უნდა. მაგრამ ანუ განსხვავება იმაშია, რომ აქ შეიძლება ბოქსის მოყვარულმაც უყუროს, იმიტომ რომ კრივსაც შეიძლება რომ დაინახოს რა, მაგრამ MMA-ს მოყვარული იქ ნაკლებად უფრო უყურებს რა, იმიტომ რომ ხა ვიღაც შეიძლება ჭიდაობა მოსწონს და ეს ჩეხაობა ევასება და რაღაცა რა, რაც MMA-ს ახასიათებს. იქ არ არის ყველაფერი რა, ნაკლებად. თან კარგად შეფუთეს, მოდი ესე ვთქვათ, რომ მაგრად იყო გაკეთებული რა. UFC-მ შეფუთა, ესე ვთქვათ, ყველაფერი. UFC არის დიდი ბრენდი რა, ესე ვთქვათ და აი ბრენდავს ყველა იმ მოჭხუბარს, რომელიც იქ შედის. ერთხელ მაინც რომ შეაბიჯებს, ჩათვალე ბრენდში ხარ რა უკვე რა და აქედან გამომდინარე შენი ცხოვრებაც იცვლება რა. ძალიან ხო მაგრად. და მოდი ვილაპარაკოთ ახლა მაგ UFC-ზე, ველოდება აგერ რაღა დარჩა 19 იანვარს, ძალიან მნიშვნელოვანი ივენთია. ზოგადადაც საინტერესოა ქართველი რო არ ჩხუბობდეს, იმიტომ რომ ისეთი ჩხუბებია მანამდეც და მეერეც ბოლოს რომ მოყვარულისთვის ინტერესი იწვევს და ახლა უკვე იმ მდგომარეობაში ვარ რომ მთელი საქართველო ელოდება რა მერაბის ჩხუბს და პირველ რიგში მოდი მაგ ჩხუბზე ვილაპარაკოთ ზოგადად მერაბ დვალიშვილზე როგორც აი ფენომენზე ამ ბიჭზე რომელმაც მიაღწია იმას რაც რა ვიცი ყველა ქართველს უსურვებ რაც მერაბ მიაღწია შენ პირველ რიგში UFC-ს კამარს გისურვებ და მერაბზე ვილაპარაკოთ და უშუალოდ მე მის მოწინააღმდეგეზე და ამ ჩხუბზე რას ველოდებით ჯერჯერობით ახლა მერაბიზე რომ დავიწყოთ საუბარი ზუსტად იქ მედივართ შენი ეს კითხვა ბოლოს რაც იყო რომ აი საიდან დაიწყო საიდან მოვიდა რისი დამსახურებაა და ეს ქართული სული და გულის დამსახურებაა ჩემი განმოსახედიდან რა ამიტომ ახლა მაგ ბიჭს რაც გააჩნია ხო შეიძლება ხა ბევრი აი ხა ვინც განიხილავს თქვა თუნდაც ამ ჩხუბს ვინც განიხილავს უყურებენ ტექნიკიდან გამომდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე და რაღაც რა მაგრამ ნუ სტატისტიკა და ტექნიკა კარგია მაგრამ ეს სპორტი მეტია ვიდრე ტექნიკა რა. აქ ხასიათი არის ნომერ პირველი. ჩემი გადმოსახედიდანაც და ვისაც ოდნავ ანუ უგრძნია თვითონ ჩხუბში რა ხდება იქ და რაც ეცხლ ტრიალებს, დარწმუნებული ვარ რომ ყველა მაგას იტყვის რა. იმიტომ რომ ხა ეს ბიჭი ჩავიდა არსაიდან, მოხვდა, მუშაობდა, სურვილი ჰქონდა ზუსტად ეს გაჭირვება და შიმშილი და სურვილი ჰქონდა რომ ანუ თავის ცხოვრება შეეცვალა რა და დღესდღეობით უყურებთ რომ შეცვალა. ნუ რის ხარჯზე, შრომის ხარჯზე, თავდაუზოგავი და რავი, აი ყველაფერი შესწირა ესე რომ ვთქვათ, ხო? თავის მთელი ახალგაზრდობა, მთელი ეს ენერგია რაც გააჩნდა და ნამდვილად აი მისაბაძი არის ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ბევრი დამწყები სპორტსმენებიც ახლა ბევრნი არიან და აი რავი ვისთვის არ უნდა იყოს მაგის ხასიათი და ეს ყველაფერი მისაბაძი და დაჟე ხა რო ვთქვათ რო იყოს დაუშვათ უცხოელი და ამერიკელი რო იყოს ეგეთ ხალხზე ფილმს იღებენ ჩვეულებრივად რა მაგრამ ნუ ეხა შეიძლება არც აა გამორიცხული რომ გადაიღონ კიდეც და ხა დარწმუნებული ვარ ეკუთვნის კიდევაც და შესაძლოა რომ მოხდეს ეგ ყველაფერი მაგრამ ნუ დღესდღეობითაც რო ილიაზე ფილმი გამოვიდა აგერ ესპანეთში გადაიღეს და მერაბზეც საქართველოში უნდა გადაიღო დიდი ალბათობით რავი მალე გვექნება ეგ საშუალებაც და თან მართლა ისეთი ბიოგრაფია აქვს რომ კინოა რა გულთან ახლოს მიუვა ძალიან ბევრ ადამიანს დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ პირველ რიგში ქართველებს იმიტომ რომ ხა ჩვენთვის ახლა ქართველი მოჭხუბარი როგორი ისაა რა ანუ საყვარელი და გულთან აი ისე ძალიან ისეთი კავშირი აქვს რა და მე მithumedes ესეთი ისტორიით რომ ადამიანი მოდის რომ აი არაფრიდან და ჩეხავს რასაც ქვია და ისე მიდის mithumedes აღნიშნავ რომ ვერ ვიტყვით და ვერ დავიკვეხნით რომ აი ძალიან მაგარი სტრაიკინგი აქვს აი ძალიან მაგარი ხასიათი აქვს აწვება კარგი ჭიდაობა აქვს და რაც თავარი არის ჩხუბში ეს გამძლეობა ხასიათთან ერთად რა თქმა უნდა შეიძლება იღლება კიდევაც ვერ იტყვი ხო ხდები რა ანუ რაზეც ვიძახე აი ეს ხასიათი შველის მაგ ყველაფერს რა და დარწმუნებული ვარ ახსენდება ის დრო როცა მშენებლობებზე მუშაობდა როცა ამ ყველაფერს აკეთებდა ყინვაში და იცის რომ იქ დაბრუნება ნამდვილად აღარ უნდა და ხო იცის ძალიან ისეთი თემა არის რა აქედან გამომდინარე ეს პატარა დახასიათება შეიძლება ითქვას აი ხა მერაბიზე რა და რაც შეეხება ჩხუბს უკვე რა
აი ჩხუბი ბევრისთვის არ ვიცი და საქართველოშიც რომ მოვისმინე, არის რომ აი შეიძლება 50-50 რაღაც უმარი, რაღაც ის, მაგრამ მე ძალიან გამკვირვებია ქართველების, ესე ვიტყვი, მით უმეტეს ქართველები ეხა ჩვენ კი ის დაღესტნელია, ნურმაგამედოვია რაღაც ხო ხტები რა, მაგრამ აი რა, ხო ხტები ეხა ჩვენი მწვერვალებიდან იღებენ მაგათ მდინარეები სათავეს რა და ეხა საერთო ჯამში რომ შევხედოთ სიტუაციას, ქართველები გადახედონ ისტორიას, გადახედო ვინა ვართ და რანი ვართ და საიდან მოვდივართ და მე უკვე წესით აღარ უნდა იფიქრონ ეგეთი რაღაცეები რა, რასაც ანუ მომხდა ყურში და ცუდად მომხდა და არ მესიამოვნა რა. იმიტომ რომ ქართველი კაცი რო ცოტა ისე და აი დაღესტნელი, მე რა ქართველი ხარ ხო? და აი მე როგორც არაქართულად რო გავშიფროთ რა, როგორც აი პროფესიონალურად შევხედოთ, მოჩხუბართან დღესაც უყურებდი ერთის ჩხუბებსაც, მეორეს ჩხუბებსაც რაღაც, მაგრამ ბევრი რაღაცა ისეთი ნიუანსია, რაც გარედან ესე უბრალოდ არ ჩანს, როცა შენ ჩხუბში თვითონ ან მონაწილეობა არ მიგიღია რა. ერთი რაც შემიძლია რომ თქვა, ესეთი ტემპი, ჩხუბის ტემპი ძალიან ბევრ რაღაცას განსაზღვრავს რა. როცა ადამიანი იწყებს ერთ ტემპში და დაახლოებით ერთი ტემპს აიღებენ, ძირითადი მასა მოჩხურების ესე არის. ერთ ტემპს აიღებენ და მიყვებიან რა, ესე ამ ტემპს და ან უმატებენ ცოტ-ცოტას, ან უკლებენ, ხო ხტები, სადაც ნახულობენ მომენტს, ცდილობენ რომ აინაზღაურონ ეს ენერგიები დახარჯული და დაისვენონ და აი ესეთი სტილისტიკა აქვს. მერაბის ტემპის, სრულიად განსხვავდება სხვა მებრძოლებისგან და მაგიტომ უკვირთ, რომ აი ძალიან ბევრი მაგარი დგომის მოჩხუბარი იყო, ძალიან ბევრი მაგარი მოჭიდავე იყო თქვათ, მაგრამ ისინი მასთან რომ მიდიან უკვე რაღაც უბრალო ჩანან ძალიან რა და ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ეს არის ქაოსური ტემპი, რაც მერაბის აქვს რა. როდესაც ის შენ აი შემოგიტევს გაიქცევა და როგორ რაღაც საკეთებს, იცი შენი ეს იმპულსი უკვე იღლება რა, შეიძლება ერთხელ ორჯერ გაჩვენებს და უკვე როგორი რეფლექსი გაქვს რა, შენ ადამიანური ფაქტორია ჩვეულებრივად, რეფლექსი რო გაქვს ხო, ეს იმპულსი უკვე ერთხელ ორჯერ როგორც კუნთი იღლება, აი 10ჯერ რო აწევ თქვა ხო, მე უკვე ის იმპულსიც იღლება რა და უკვე ისე აღარ მუშაობს რა ყველაფერი და შეიძლება ის ეფექტი არ კონდეს თავიდან, მაგრამ ბოლოში უკვე როცა გადის, ის ეფექტი უკვე ძალიან მკვეთრი ხდება რა და აქედან გამომდინარე უკვე რიტმი შეუძლია დაიკავოს ძალიან მაღალი და არათანაბარი რიტმი შესთავაზოს. და შენ უცებ იღლები გასვენებს, მაგრამ არ იცი გასვენებს თუ არა და უკვე მოჭიმული ხარ, მე ისევ შემოდის, ხვდები და თავის ტემპს გახვევს რა, თავის ჩხუბს გახვევს ფაქტიურად და როცა ადამიანს მithumedes მოყვება ეს ბუნებრივადაც შეიძლება ითქვას და მithumedes ხა ვარჯიშებიც ძალიან ისეთი აქვს მაგბიც როგორც მოსმენილი მაქვს და როგორც ვიცი აი არანორმალურად ვარჯიშობს ვისთვის აი ხა შეიძლება ბევრისთვის ეს არც იყოს კარგი ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია ორგანიზმი ინდივიდუალურია და ვერ იტანს იმ ნაგრუს გავს ვთქვათ რაც შეიძლება სხვამ აიტანოს ძალიან მარტივად აი ეს ბიჭი არის მანქანა მართლა მანქანა ტყუილად არ ხია ხო და აქედან გამომდინარე ხა დღეს რომ უყურებდი კიდე ჩხუბებს ხო მე ვიტყვი რომ პირველი ორი რაუნდი რა თქმა უნდა სახიფათოა ყოველთვის ყველა ჩხუბში მაგრამ კარგია რომ ეს არის 5 რაუნდიანი ჩემი ესეთი წინასწარი ის იქნება რომ ფიქრობ 60-40 არის მერაბის სასარგებლოდ რა ხა ბუკმეიკერები მაინც უფრო აკეთებენ სტატისტიკიდან გამომდინარე უყურებენ ვინ სად ვარჯიშობს ვის ვინ ამზადებს ყველაფერს უყურებენ ყველა ხო ყველას თავის აურა აქვს რა ეხა მაგათ მოყვებათ ეს ნურმაგომედოვის აურა ხო ხტები აი წაუგებელი რაღაც ეგ გასაგებია მართლა მაგარი მებრძოლები არიან დასაფასებლები არიან იმიტომ რომ ესეა რა მაგრამ საერთო ჯამში ეხა ჩვენ რო შევხედოთ ამ სურათს არ ვიცი მე ფიქრობ რომ სადღაც აი 60-40 მაინც მერაბი თავის ეს ხასიათიდან გამომდინარე თავის ამ ტემპიდან გამომდინარე მე არ მგონია რომ უმარმა დაიჭიროს ის ტემპი რაც შეუძლია მერაბმა რომ დაიჭიროს რა ეს იქიდან გამომდინარეა კიდე რომ ეხა
ვისთან აქვს ჩხუბი, ანუ ნაჩხუბი ესე ვთქვათ, რა გზა აქვს გავლილი, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, იმიტომ რომ ქართული ისა გამოხმალი ხმალსლეს სავსო რა და ეხა შენ რო კარგ მოჩხუბრებში ესეთი ეხა გავლილი გზა აქვს, როგორც მერაბს აქვს, ხო? ყველა ის სირთულე იქნება, დარტყმა იქნება, დაღლა იქნება, ჭიდაობა იქნება, ხო ხდება? ყველაფერი გამოცდილი გაქვს რა და ყველაფერი შენ თავში დარწმუნებული ხარ, უკვე იცი ყველა სიტუაციაში ნანახი ყავს შენი თავი და მიდიხარ ბოლომდე რა და ეს უკვე თვითდაჯერებას მაგრად გმატებს რა. აქედან გამომდინარე ხა იმას არ აქვს ეგზა გავლილი, ვიტყვი რომ აი ნაჩუქარივით აი ესე რომ მიაწოდონ აი ეგრე მიუვიდა მერაბის ჩხუბი უფრო არა, უფრო ამის წინა ჩხუბს ვიტყვი რა. სენთეგენთან ჩხუბი რომ მისცეს, ის იყო მე-12 ნომერი, სენთეგენი იყო მეორე ნომერი. და ტოპ 15-დან ეგრევე, ანუ ტოპ 10-ზე აღარ აჩხუბეს, ტოპ 5-ში გადაახტუნეს რა, ანუ და მაგისთვის მერაბს დაჭირდა 10 ჩხუბი რომ გაევლო და მე-5 ჩხუბის მერე უცებ ტოპ 5-ში ხდება ადამიანი რა. პლუს ამას დავამატებ რომ სტილისტიკურად შერჩეული კარგი, ანუ მენეჯმენტი კარგად გააკეთეს რა, ესე ვთქვათ, როცა სენთეგენი შეხვდა უმარს. ანუ უმარისთვის ის იყო კარგი, ესე ვთქვათ, საკბილო, იმიტომ რომ ის იყო სტრაიკერი და ეს იყო მოჭიდავ, ანუ ჭიდაობა შეუძლია და სტრაიკინგი შეუძლია რა. და მე აქ ერთი რაღაცებიც მაქვს მოსმენელი იქით ახლა ბიჭებთან ამერიკაში ძმაკაცო და არიან ვისაც უორჯიშიათ სენთეგენთან და მე даже გამიკვირდა კიდევაც ის რომ მითხრეს ანუ რაღაც სხვა რაღაცას მოველოდითო, სხვანაირ ჩხუბს მოველოდითო, იმიტომ რომ სენთეგენი ფიზიკურად ვაფშე არ არის ძლიერი, ესე ვთქვათ რა, აი რასაც ეს ძალა ქვია რა. ხო და მას მე ველოდი რომ უფრო აი ხა უმარს ფიზიკურობაც ექნებოდა რა, ეხა როგორც კავკასიური ის დარწმუნებულია რა კიდევაც, მაგრამ მეც ველოდი რა, ესე ვთქვათ. სენთეგენთან ესეთი ჩხუბით, მით უმეტეს ტემპს რო შევხედე, ძირითადად ის მიდიოდა უფრო დგომში, სტრაიკინგში და როცა უნდა ეს მერე უკვე შედიოდა და ქონდა იმის საშუალება რომ დაესვენა დგომში რა, დგომი მაინც იმდენ ენერგიას არ მოითხოვს, როგორც ჭიდაობა. ჭიდაობა მთელ ენერგიას გაცლის, გინდა არ გინდა ესეა. აქედან გამომდინარე ხა, როცა დადგება იქ მერაბის წინ, დაუშვათ როცა სენთეგენთან ისვენებდა, აქ ვერ დაისვენებს. ნუ არ მისცემს, მაგრამ მოასუნთქებს. ტემპი ექნება სხვა და იქ სხვა ჩხუბი, სხვა პრესინგი წავა. პლუს დავამატებ რომ მეორე ნომრად იყო სენთეგენთან. და ნუ სენთეგენს ხა კი არ ვაკნინებ, ძალიან მაგარი მებრძოლია და ძალიან მაგარი სტრაიკერია და ხო ხდება ბევრ მაგარ ბიჭზე აქვს მოგებული და გასაგებია ყველაფერი, მაგრამ სენთეგენს იანთან ჩხუბი, რავი, ბევრს შეიძლება ნანახი გაქვთ და თუ არ გაქვთ გადახედეთ, როგორი ჩხუბი ქონდათ, იანმა დამაჯერებლად მოუგო რა. იანს კიდე მერაბმა მოუგო, რავი, 45 თუ 50, რა ვიცი და რა. კი, აქ ეხა MMA-ა და მათემატიკა არ მუშაობს, ესე რომ ვთქვათ, რომ ის იმას უგებს და ეს ამას აუცილებლად მოუგებს, მაგრამ სტილისტიკურადაც რომ გადავხედოთ და რაღაც, ნუ არ არის რა, ესე მე даже ის ხომ მუშაობს, ვინ არის ჩემპიონი? ის რა თქმა უნდა მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ დღესდღეობითაც ეხა მოგვიახლოვდა ეს ცხელი დღეებია უკვე და ქართველები ცოტა ემოციური ხალხი რო ვართ, ემოციურად აღვიქვავთ ყველაფერს უფრო და რა მაინც ვფიქრობ რა, ესეთი სიტუაცია წავა, რომ პირველი 2 რაუნდი იქნება სადღაცა ესეთი ახლო ჩხუბი, შეიძლება даже ის ეცადოს რომ ანუ როგორც მაგათი სტილიდან გამომდინარე, ცდილობენ ყოველთვის რომ როცა გადაიყვანენ აუღონ ზურგიდან უკვე გადავიდნენ მახრჩობელაზე და ანუ რაღაც შანსები მან და არის, იმიტომ რომ როცა ადამიანი რაღაცას აკეთებ კარგად, შეიძლება იქ ეძება შენი გამოსავალი. მაგრამ ეს ერთია, როცა შენ ჭიდავები არ ამოჭიდავეს და მეორეა, როცა ეჭიდავები მოჭიდავეს თან მერაბს, რომელიც ანუ არ ეღლება, ხო? აი ბენზობაკი რო ვთქვათ, ძალიან დიდია. აი ტრაილერის ბენზობაკი მოყვება ხარ რა. ხო და ამას რავი, უფრო პატარა რაღაცა იაპონური მანქანის. დიდია ჭიმაკრო ბიზნეს ამ ლაპარაკის მერე ხალხი რო ნახავს კიდე ძალიან ბევრი ფსონი დაიდება მერაბზე. ხო, ბუკმეიკერები ვახსენებთან და ეხა უმარი დიდ ფავორიტად ყავთ შერაცხული და ყავდეთ ჭი პრობლემა არ არის. მეც მიგვირს რაღაცა პრობლემა ხდები რა. რა რის გამო? რატომ? კითხვა მინდოდა კიდე, ნუ როგორც ვიცით, მერაბი არ არიდებდა თავს ამ ბრძოლას, ან თვითონაც იცოდა რომ ადრე თუ გვიან მოუწევდა უმართან დაპირისპირება, მაგრამ მე რაღაცა იქ მოვლენების გამო რაც თამდევია, ხო, სპორტი ჩვეულებრივი ამბავია, ცოტა უფრო სწრაფად დაიგეგმა, ანუ მარტისკენ უნდა და მერაბს როგორც ვიცოდით.
ეგ ხო არ იქნება რაღაც პრობლემა, ანუ უფრო მალე უწევს იმ ბოლო ბრძოლის მერე თითქოს ამ ჯგუფის ჩატარება. დიდად არ მგონია ეგ რამე პრობლემა იყოს, იქიდან გამომდინარე რომ როცა მერაბმა პირველად რომცა მოიგო რა ეს კამარი ომალისთან, მაშინ როცა შეეკითხეს რაღაც, ისე არის და თავი ტექნიკურად იქიდან გამომდინარე რომ ეხა შენ რო ფიქრობ ადამიანს ამხელა გზა გავრილი და იწვალე და მიხვედი აქამდე და აიღე და ვიღაცას ლანგრით მიართვეს, ხო? რა თქმა უნდა გინდა რომ თავი აარიდო ამ ყველაფერს რო ეს მისცე რა, მაგრამ მეორე დღიდან თუ არ გაქვს ნანახი გადახედეთ უკვე მერაბისთან ახლა ის მაქვს ხედავ ხოლმე მის თორებს რაღაც და მეორე დღიდან ვარჯიშობდა მერაბი და არა მე არ მქონია ახლა მაგის პრობლემა იყოს რაღაცა ტრაუმები აქვს რაღაცა პატარა პრობლემები აქვს რა თქმა უნდა ვიცი და მოვისმინე კიდევაც რაღაც მაგრამ ეს თანმდევია ესე ვთქვათ და არ მგონია მაგან რამე შედეგზე განაპირობოს რაღაც სერიოზული გავლენა რა მაგრამ ესე რო ვთქვათ აი მოკლევად და უფრო იქიდან არის რომ შეეძლო რომ დაესვენა რა ესე ვთქვათ 6 თვის განმავლობაში ეკუთვნის რა მით უმეტეს მერაბს მაგრად ეკუთვნოდა რა და არასამართლიანია ხშირად UFC რა მით უმეტეს მაშინ როცა მისთვის საინტერესო მებრძოლი არ ხარ და მისთვის საინტერესო ჩემპიონი არ ხარ რა იმიტომ რომ ეხა 61 კილოში როცა შენ კამარი გაქვს შენ ანუ უკვე მაგ სახე ხარ რა UFC-ს და მათ ყოველთვის უნდათ რომ ეხა ჩვენთვის ქართველებისთვის კი შეიძლება არ არის კარგი მოსასმენი რა მაგრამ არ იყოს მერაბი უფრო გაყიდვადი რა მათ ურჩევნიათ და შონომალი იყოს რომელიც ხო აქციეს ხო ხო, აი დაბრენდეს, რაც წეღამ თქვი და გამოიღო შედეგი და თავის ის ვარდისფერით და რაღაც ხო ხტები საქმეს აკეთებს რა, ესე ვთქვა და იმას. აქაც ხო არის იგივე ეს მცდელობა. მაინც ისეთი გვარია, ისეთი ხო, ანუ ჭირდება. მანთან მე ვფიქრობ კიდე სხვა ვარიანტებიც არის, სხვა რამეებსაც აქვს გავლენა რა, იმას რომ მუსლიმია, მუსლიმური ფული ტრიალებს UFC-ში მათაც კიდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ხა ხაბიბს მაგ ხალხთან და ჩემი აზრითაც და ბევრის აზრითაც და რეალური სურათიდან გამომდინარე შეგვიძლია მარტივად ვიმსჯელოთ რომ არის რა მაგაზე დამოკიდებული რა ხა იმათი ფული როცა UFC-ში ტრიალებს მე რო შენ რაღაცას გიხდი ხო იქიდან ხო რაღაცას მოვითხოვა რა რაღაც პრივილეგიები აქვს რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარეც მიუვიდა ესე რა მე უფრო მაგის არ მეშინია იმის მეშინია ცოტა ახლო ბრძოლა რო იყოს საჭებზე ხო არ იქონიებს რამე გავლენას ის რო ის ვერ გაიგებ აი UFC იმდენად ხანდახან ამოუცნობია მაგ საკითხში რა ვერ გაიგებ რა იქნება რა კი ლოგიკურია რომ თუ ეხა მერაბის მოშორება გინდა ესე გრუბად რო ვისაუბროთ და უხეშად ხა თუ ადამიანის მოშორება გინდა ყველა გზას ეცდები რომ გააკეთო და გამოიყენო შენი ყველა რაღაც იარაღი ხო და შენი იარაღია ეს ერთ-ერთი და რა თქმა უნდა მოსალოდნელიც არის და დარწმუნებული ხა ჩვენ რო ფიქრობ და ჩვენ რო ვიცით მერაბმაც იცის და მერაბიც ფიქრობს ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ და რაღაცა ეგული რო ისე გიგრძნობს ეგრე მიგრძნობს რომ აი ისეთი შხუბი უნდა იყოს თითქოს როგორც პეტრიანთან იყო ისე მოიგოს რომ შანსი არ დატოვოს ხო რა აი დაახლოებით ეგ თან ხა ვიღაცებს გონიათ რომ ბევრს გონია რომ აი მერაბი თითქოს თავს არიდებდა წეღანაც ქონდა არ არიდებდა თავს დაჟე ვიტყვი შეიძლება ვერმა არ იცის მაგრამ როდესაც უმარი გადმოვიდა ანუ UFC-ში როცა შემოვიდა მერაბმა აქეთ გამოიწვია პირველი მერაბმა გამოიწვია და გადადგა ეს ნაბიჯი რომ მოდი და როგორც კავკასიელებმა მე მოგიწყობ დახვედრას ვაშკაცურად რა მაშინ ეხა არც მერაბი იყო ესეთ მწვერვალზე ესე ვთქვათ და ისიც იწყებდა და მით უმეტეს იმ პერიოდში ანუ მისთვის ეხა მისი გვარიდან და მაგათიდან გამომდინარე რთული იყო მოწინააღმდეგის პოვნა ესე ვთქვათ რა იმიტომ რომ ხა არავის არ უნდა რომ შევიდეს და წააგოს ხო ხტები რა და უნდათ რომ მოიგონ და ყველა არჩევს მოწინააღმდეგეს და როცა პრობლემა იყო მისთვის ეხა რო გადახედოთ სამი ჩხუბია გაუქმებული მისი პირველად ანუ 1 წლის განმავლობაში UFC-ში კონტრაქტი ჰქონდა ჩაენიშნებოდა უქმნებოდა და წარმოგიდგენ ხა 1 წელი უჩხუბრად ხარ რა აქეთ გიწევს ვიღაცა და შენ არ ეჩხუბები რა თუ შენ რაღაც მართლა ინტერესი ეხა განა ის გონიათ რომ მერაბის უეჭველი მოუგებენ რასაც ეხა სურათი დახატეს რა რეალურად ეგრე არაა იმათ რეალურად კამარი აინტერესებთ მაგრამ ისიც იციან რისკები რა და როგორ არის რა მით უმეტეს ხაბიბის პოდკასტებს და იმებს სადაც იყო მისული და ისაუბრა რავი თუ გადახედავთ მე მგონი რომ მიხვდებით და მით უმეტეს ხავიერი მისი მწვრთნელი ხა მაგათი მთავარი ტრენერი არის
მანაც კი ისაუბრა, რაღაც დონეზე აღნიშნა, რომ აი მერაბის ცოტა უკეთესი ჭიდაობა აქვსო, ესე ვთქვათ რა და კიდე ბევრი რაღაცა აქვს, რაც უკეთესია და არ აღნიშნეს და არც არის ხო სალაპარაკო იმათი მხრიდან და მით უმეტეს როცა ესე აღნიშნავს, ბევრისთვის რაღაცის მიმანიშნებელი უნდა იყოს რა. ძალიან საინტერესო ჯგუფს ველოდებით, მოკლედ კიდევ უფრო მეტად დამაიმედე ბიზნეს შენ, იმიტომ რომ ისაც ჩვენ არავისაც არ გვეპარება მერაბის წარმატებაში, ეჭვება არ გვეპარება, ეხლა სპორტია ის ხო არ არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა თქმა უნდა, მაგრამ გულშემატკივრად ბოლომდე და ხო იქ მეებზე ბუკმეიკერებზე რო ვლაპარაკობთ, არ მიმაჩნდა მეც ჩემი განსახედიდან რომ ეგრე იყო რა, მაგრამ შენი ლაპარაკიდან კიდევ უფრო იმედიანად ვარ. ბოლოს მინდა ვილაპარაკოთ მახაჩევის არუკიანზეც 1-2 სიტყვით თქვათ, მაგრამ მანამდე თოფურია ვახსენე წეგან და იგლიაზეც მინდა 1-2 სიტყვა რომ თქვა რა, ეხლა რა თქმა უნდა ადევნებ თვალყურს მის კარიერას და მომავალი აიქნება ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ თვითონ ვიცით ყველამ რომ უნდა ზედაწონაში ჩხუბი კამარზე, მაგრამ თუ კამარზე არ იქნება ბოლოს თქვა რომ ოლივეირასთანაც ვიჩხუბებო, არ მაქვს პრობლემაო და შე როგორ ხედავ მაგას მახაჩევმა ილაპარაკა რომ მეო აღარ ვაპირებო პატარა ბიჭებისთვის შანსს მიცემასო, იმიტომ რომ ვოლკანოვსკის ორჯერ მოუგეო და მეო არაფერია ხო კამარსო კამარისიაც მაქვს და მეორე კამარს მაგით ვერ ვიგებო და მინდა რომ ზემოთ ავიდე და იქ მოვიგოო და ილიაზე რა სიტყვია როგორ ხედავ მომავალ შეიძლება ვისაჩხუბოს. მანდ ცოტა ისეთი ვარიანტია მაგას რა უნდა მომენტ არ შეეკითხებიან თუ საქმეს დაჭირდება ეჩხუბება კიდევაც რა. თუ ეთქვიან რომ ეჩხუბება კი როგორ არა. იმიტომ რომ ეგენი მით უმეტეს ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან UFC-სთან და თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა სიმბიოზური უნდა იყოს მით უმეტეს ამ ხელა ლიგა არის ხო ხდები და როცა რაღაცას გეტყვიან ის ისე უნდა გაკეთდეს ხო ხდე თუ იმას ეს აწყობს ეს უნდა გაკეთდეს. ეგ ერთი. მეორე თავის წონაში ჯერ ერთი ისიც თქვა და ამატა რომ არა თავისუფლებს კამარს ვაკანტურს არ ხდის რაღაცა ცრუ ინფორმაციებიც იყო, მაგრამ როგორც ვიცი თვითონ ეგ ისაუბრა რომ მე არ ვათავისუფლებ ამას, უბრალოდ უნდა ზედაწონაში ასვლაც რა. ჩემი გადმოსახედიდანაც ხარ უყურებ არა რეალურად. ამბიციური ბიჭია რა. და რა თქმა უნდა, მეტი სურვილი აქვს და მეტი ინტერესი აქვს, როცა ხედავ რომ შენ შეგიძლია რაღაცა აკეთება მას ისე როგორც სხვას არ შეუძლია, ხო? რა თქმა უნდა, მეტის ინტერესი უნდა გქონდეს კიდევაც ახალგაზრდა სისხლია, ახალგაზრდაა და მეტი უფრო ესეთი პოროხი აქვს, ესე რომ ვთქვათ რა. ხო და აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ არც იქნება ცუდი ვარიანტი რა, მით უმეტეს სტილისტიკურად და რაღაც ანუ ოლივეირას ამბობ? ოლივეირასთან, ხო. ოლივეირასთან კარგი ის იქნება, რომ ოლივეირას თუ ეჩხუბება და დიდი ალბათობით მოუგებს, იმიტომ რომ ფიზიკურად რა ვიცი, ახლა ბევრი ატყობს თუ არ ატყობს, მაგრამ ილიას ძალა არის ცოტა განსხვავებული სხვა მებრძოლებთან შედარებით რა. აი ძლიერი ბიჭია. დარტყმები აქვს ძალიან, აი ყველა მიცის უკვე ეს, ხო? მაგრამ ბევრმა შეიძლება დაივიწყა მისი აი ესე ბექგრაუნდი, ესე რომ ვთქვა, ჭიდაობა იყო და ჯიუ-ჯიტსუსაც ძალიან აი შავი კამარია და ძალიან მაღალ დონეზე ფლობს რა. ახლა პირველ ჩხუბებს თუ გადახედავთ მისას ანუ ძალიან ბევრი საბმიშენები აქვს, ძალიან აი მაღალ დონეზე ასრულებს მაგ საქმეს რა და არ მგონია ახლა იმასთან სტილისტიკურად ახლა ოლივეირა ძალიან მაგარი მოჭიდავია, ანუ გრეპლინგში რა, ესე ვთქვათ და მან საფრთხე არ ემუქრება ჩემი განმოსახედიდან. საფრთხე ყოველთვის არის, მაგრამ ვათანაბრებთ რაღაც დონეზე რა, მაგრამ ოლივეირა რამდენად გაათანაბრებს ამის ბოქსს, ეგ უკვე მეორე საკითხია, ხვდები? ხო და ამიტომ უფრო მგონია და ვფიქრობ, რომ თუ იმან, ანუ ილიამ თუ ეს მოინდომა, გამოსვლადია და თუ ეხა ოლივეირას მოუგებს, ჯერ სურათი ესეთი გვაქვს. ჯერჯერობით მაგ წონაში არის მახაჩევი, სადაც არუკიანის ჩხუბი, მან რა მოხდება, მადიდან უკვე ბევრი რაღაცა გაირკვევა, ესე ვთქვათ, რა იქნება, როგორ იქნება ჩხუბია და ვერ გაიგებ, ჯერ სანამ ჩხუბი არ იქნება და არ მორჩება. აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ ესე ეს რა იქნებას ლაპარაკს, ხო ხდები, უფრო ვფიქრობ, რომ თუ ერთი ეს სურათი წარმოსადგენია, რომ ოლივეირას თუ მოუგებს, მე უკვე დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული რა მოხდება ამ დღეებში რა, და როგორ მორჩებიან ცარუკიანი და მახაჩევი. მაგრამ თავისთავად რაც შეეხება, საინტერესო რაღაცები არის კი, იქაც არიან პროსპექტები, მაგრამ ისეთია ესე მყვირალა პროსპექტი, ჯერჯერობით არავინ არ არის, ერთადერთი ხა ელოევი არის ასევე ლოპესი, ხო, მაგრამ მე სიმართლე გითხრა, ლოპესის და ვოლკანოვსკის ჩხუბი ძალიან მაინტერესებს.
და აი მაგის მერე უფრო ვიხილავდი, ხო, აი ეგ მართლა მაგარი ჭუბი იქნება ეგ ჩემი აზრით და მანდ უკვე გავიგებთ რეალურად მართლა ლოპესის შესაძლებლობებს რა. თუ ვოლგანოვსკის მოუგო, მერე შანსი წეს უნდა მიეცეს. შანსი უნდა მიეცეს, იმიტომ რომ მერე მართლა საინტერესო იქნება, მაგრამ ჩემი აზრით აი ხა ევლოევი ძალიან კარგი ბიჭია, ისიც ანუ მიყავს თავისი, ესე ვთქვათ, მწვანეა რა და წაუგებელია და ანუ ესეც კი გასაგებია, მაგრამ ჭუბებს რო გადავხედე მეც მასაც ვადევნე, პირადადაც ვიცნობ ხა და მე და მაგის ძმა ერთხელ ჭუბობდით და რაღაცებში და მეხმარებოდ. კაი ხალხი არ არიან, ცუდი ხალხი ესე აღნიშნვაც მინდა, ინგუშები მით უმეტეს ხა ჩვენთან ახლოს არიან მაინც და მაგრამ ანუ ესე ვიტყვი რომ სტილისტიკურად და ჭუბის ამბავში მაგის სტილი რაც არის ჭიდაობა, აი მიახლოებით რომ ვთქვათ, მერაბას სტილი აქვს უფრო, აი ოღონდ ცოტა უფრო მერაბას უფრო ქაოტური სტილი აქვს რა, შედარებით და არეულია ჭიდაობაში და უფრო აი დამღლელია რა. ესეც რა თქმა უნდა დამღლელია, მაგრამ რო შევხედე სტერლინგთან მაგის ჭუბს, რო შევხედე მაგის წინა ჭუბებს და რაღაც ახლო ჭუბები აქვს ძალიან ბევრი. და ჩემი აზრით ადრეც მქონდა ზუსტად ერთ-ერთ პოდკასტში ვისაუბრე ზუსტად მაშინ როცა ილიასა და ევლოევის ჭუბზე იყო საუბარი და რომ უნდა შეხვედროდნენ რა. მაშინ რაც თქვი ზუსტად იგივეს გავამეორებ ხა რა ჩემი აზრით ეგ ბიჭი ატარებს ხოლმე ხშირად დარტყმებს რაღაცეებს ისე რომ აი შერყეულა კიდეც რა. კი ესეთი გაუტაროს და შეიძლება არა. ვის დარტყმას გაატარებ მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ვიღაცა ეხა შავი კაცი რო გაგაქანავებს არა, იქ ეხა იმის ადგილას რო ილია დადგება და ის რო დაგიშვებს ხო ვთქვათ და გაგიტარებს ის დარტყმას რო გაატარებ უკვე რა ვიცი ფაქტი სახეზეა, ვისაც ყველაზე მაგარი ყბა ქონდა, იმასაც გააძრო ყბა და აქედან გამომდინარე მგონია რომ მასთანაც აი ესე საინტერესო რა თქმა უნდა იქნება, როცა 0-იანს წამოიღებ ხო ხდები და მაგარია, როცა 2-0 ხდება ერთმანეთს და ისევ ჩვენკენ რო წამოვა რა, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ ბევრი ოპშენი აქვს ძალიან ილიას დღესდღეობით, იმიტომ რომ იქითაც შეიძლება, როცა ასეთი დომინანტი მებრძოლი ხარ და ესე დომინანციას აკეთებ ქამრის ჭუბზე, ბევრ რაღაცის შანსი ექნება რა. ეგ უკვე მასზე არის დამოკიდებული და UFC-ს სურათზე უკვე როგორ დაალაგდება რა. სუპერ ვარსკვლავია, ილიას თავიდან მოცილება ნამდვილად იქ არავის არ სურს პირიქით არის ყველაფერი. აი მოდი ვთქვათ ახსენე ცარუკიანი მახაჩევი და მერაბის ჭუბი რო დამთავრდება და ვიზეიმებთ, მერე ცოტა ხანში 15-20 წუთში გამოვლენ ისინიც და რა თქმა უნდა მთელი საქართველო აპირებს ჩვენი კაცის ჭუბის ყურებას და იმასაც დაველოდებით დიდი სიამოვნებით და მშვიდად უყურებთ მერე. მაგ ჭუბზე რას ფიქრობ ის პირველი მეც ნანახი მაგ და ძალიან საინტერესო იყო და საინტერესო იყო მაშინაც ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ 2019-ში იყო მაგათი ჭუბი რა და 6 წელია იმის მერე გასული. ვერ ვიტყვი რომ ის მაგრად განვითარდა გასაგებია, მაგრამ ესეც არ არის ნაკლებად განვითარო, ანუ ამან კამარი მოიგო რა, მე ვიძახი ხა ცარუკიანს ბევრი იტყვის რომ იმის მერე გაიზარდა და განვითარდა გასაგებია, ძალიან მაგრად განვითარდა ეგ ბიჭი და ძალიან მაგარი მებრძოლია რა. მაგრამ მახაჩევიც არ აკლებდა ამ პერიოდში მით უმეტეს აგერ ჩემპიონი ყავს და როგორი დომინანტი ჩემპიონი ყავს, ხო? მე აქ უფრო აი სტილისტიკურობას გაუსმევ ისევ ხას რა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას წვიტავს ეგ ჭუბში რა. ორივე კი მოჭიდავია, ორივე კარგად ჭიდაობენ რა. სტრაიკინგში და შეიძლება ითქვას რომ ცარუკიანს უფრო რაღაც უპირატესობა აქვს, მაგრამ უკვე ამ ბოლო დროს აღარ ფიქრობ ესე, იმიტომ რომ რო ხედავ, ანუ როგორ ჭუბობს დგომში მახაჩევი, ხო? აკეთებს საბაზისო რაღაცებს, აი ელემენტარული რაღაც შეიძლება იყოს რა, რას ეძახიან ესე 1-1-2 ხო, აი ფოჩტალიონს ეძახიან რუსები რა, მაგას და დააკაკუნე და პირში წერილი ხო ხდები რა, მაგრამ ვითომ ხო ელემენტარულია რა, და დასტინ პორიეს გაუკეთა სუფთად. ცდილობს ყოველთვის ეგ ბიჭი რომ უფრო აი თავი ყავს ხელში აყვანილი ესე ვთქვათ რა და გაწონასწორებულია, შეუძლია აი მონადირის ინსტინქტი აქვს რა, ანუ მე გასულისხმობ ელოდება დიდხანს და შეუძლია დაუსრულებლად ელოდოს რა. ნებისმიერ ჭუბს გადახედეთ პროსტა და შეხედავთ რომ ელოდება თავის მომენტს. არ იხსნება ზედმეტად, ცდილობს რომ, ანუ ეგ ჩემი აზრით იმიდან გამომდინარეა, რომ ეგ რო UFC-ში მივიდა, მაშინ ზუსტად თავის გამოჩენა უნდოდა და
შეუბერა პირველ ნომრად ის და მაშინ მოხდა ის რაც მოხდა მაშინ ძალიან მაგარ ბიჭი შეხვდა ვერ ვიტყვით რომ არ იყო ის ბიჭი შეიძლება ნოუნეიმი იყო ეხა ბევრისთვის მაგრამ ძალიან მაგარი დარტყმა აქ მაგ ბიჭს და ბევრი გაუგორებია ხო ხდები და ცარუკიანსაც აქ მაგაზეს ნასაუბრები სხვათა შორის მე რომ მომხდაო მე მივხვდიო რომ თურმე რატო გაუგორებიაო რა და ეს ლაკი ფანჭი არ ყოფილა მაშინო რა ძალიან მაგარი ბიჭი იყო აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყვი რომ მადიდან ბევრს აქ ახასიათებს რა როცა ადამიანი მებრძოლი ნოკაუტში ჩავარდება ერთხელ მე უკვე სიფრთხილეს იძენს ძალიან რა და ეს ცივსისხლიანი ის გამომუშავდა რა და იქიდან მოყოლებული რავი რო გადახედოთ მაგის ჩხუბებს ესე მიყავს აი 1 2 3 და ნაბიჯ რა არ გადადგავს აი 1-დან 3-ზე არ გადახდება რა ეგეთ ყველაზე საშიშები ეგენი არიან ხო აი და სტომინათა დგას რა აი მეორე მხრიდან ცარუკიანი უფრო ცხელია უფრო აი ემოციურია უფრო აგრესიულია და ხო ახალ ქალაქშია დაბადებული და ნუ ახლოსაა და მაგრამ უფრო რას ვიძახით აი ჩხუბის სტილისტიკაც ეგეთი აქვს რა ახალგაზრდათან ახლა ასაკითაც ახალგაზრდა არის საკმაოდ და აი უნდა რა მაგის ჩხუბებს რო უყურებ ბევრ რაღაცაში რისკავს რაღაცეებში როცა შენ ესე აგრესიული ჩხუბს აკეთებ ხო ბევრი რაღაცები იხსნება რა ბევრ რაღაცაში ახლა ორი ჩხუბის წინ იყო მე მგონი ბრაზილიელს შეხვდა მაშინ მაგარი დარტყმა გაატარა შეარყია კიდევაც და გაათამაშა ფეხები აი ეგეთ მომენტებს ელოდება ზუსტად ისლამი რა უსაფრდება და აი საჭირო მომენტში ფეთქდება და ზუსტად ეგ არის ხა მე მგონია რომ ჭიდაობაც იქნება იქ მაგრამ მაინც მგონია რომ აი რაღაც მხრივ რაღაც მცირე უპირატესობით მგონია რომ მოუგებს მახაჩევი რა თავისი მაინც შეიძლება ქულებით შეიძლება არ ვიცი რა არ მინდა რომ თქვა ისე რაღაც სულად გამომივიდეს და რაღაც ხო ხდები წინასწარ ესეთი ბრძოლა არის და ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ ძალიან ახლო ჩხუბია რა ვერ განსაზღვრავ ხა შეიძლება ცარუკიანი ისე გამოვიდეს და ისე გაგიჟებული იყოს რომ ვაფშე შეჭამოს რა ხო ხდები მაინც ხასიათი ყველაფერის ცვლის ჩხუბში და როგორ შეხვდება ესეც გააჩნია მიხედავთ იმისა ხა ისიც მინდა აღვნიშნო რომ ამას კამარი უკვე მოგებული აქვს ისლამს დაცული აქვს არაერთხელ და უკვე აი ეს შიმშილის გრძნობა ისეთი აღარა აქვს რა და მეორე მხრივ აქედან რო შევხედოთ ხო ცარუკიანი ძალიან მშიერი ანუ იმ ბავშვი არ ვიძახი რომ ფული უჭირს მდიდარი ოჯახის შვილია და მამამის საკმაოდ ისე არა კარგად ცხოვრობს სპორტული გაგებით მშიერი მაგრამ სპორტული გაგებით ამ ბიჭმა ისეთი რაღაცები გააკეთა რაც ძალიან იშვიათია რა როცა შენ ანუ კარგი ცხოვრება გაქვს და ესე ადგები და ესეთი რთულ სპორტში მიცემ შენ თავს და შენ ცხოვრებას და შენ ხასიათს რომ ანუ ესე ამჟღავნებ მაინც და არ ნებდები ვთქვათ, ბევრი დანებდებოდა მაგის ადგილას და მაგიტოა იშვიათად რომ აი მდიდარი მამიკოს ბიჭი იყოს ძალიან მაგარი მებრძოლი. და აქედან გამომდინარე, ვერ განსაზღვრავ რა, ესეთი მშიერი ბიჭი რომ მოდის, იმას უნდა ეს კამარი, ამისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და რომ გადავხედოთ მის განვლილ გზას, ძალიან მაგარ ბიჭებზე აქვს მოგებული რა, ეხა წარმოიდგინე ბოლოს წააგო 4 ჩხუბის წინ, 4 ჩხუბიანი მოგების სერია აქვს, 4 ჩხუბის წინ წააგო გამროდთან. მაგრამ ძალიან ისეთ ჩხუბში წააგო რა, ახლო ჩხუბი იყო და მithomets ხა გამროდი არ არის რა ის ჩხუბარი რომ აი ძალიან ხლართია, ძალიან მაგრად ჭიდაობს რა. დაჟე ვიტყვი რომ აი გრეპლინგის თვალსაზრისით მე ვფიქრობ რომ ისლამს მირჩევნია რა, იმიტომ რომ მე ჩხუბში ისეთი მომენტები ვნახე, ისეთი რაღაციდან მდგომარეობიდან და სიტუაციიდან ისე გადადიოდა მეთქი რა მაგარი ვიღაცაა რა და ხა თან ხა პოლონეთში ძალიან მაგარი იყო KSW-ს 2 წონის ჩემპიონი იყო სხვათა შორის გურამა მოუგო პირველმა გაუფუჭა იმას გაუწითლა ხო ანუ იმის თქმა უნდა მაგის მერე შეხვდა დამիր ისმაგულოვი იყო ძალიან მაგარი მებრძოლი აი რავი იყო და არის დღესაც რა მაგრამ UFC-ში აღარაა მაგიტო ვიძახი წარსულ ფორმაში სტრაიკერია ძალიან მაგარი და ჭიდაობს კიდევაც, ანუ საკმაოდ ისე იცავდა რა თავს, იმიტომ რომ ქართველებთან უჩხუბია რა, ეხლა ჩვენ ბიჭებთან ორთან აქ ნაჩხუბი, მithomets ხა გურამთანაც აქ UFC-ში უკვე ნაჩხუბი და მათი ჩხუბიც ძალიან ახლო იყო, სხვათა შორის შეიძლებოდა რაღაც ხრივ გურამზე მიცემაც.
თუმცა აი ეგ ბიჭი მე არ მეგონა თუ მაგას ეგრე მოუგებდა რა. შანსი არ დაუტოვა. რა უქნა პროსტა რა. აი შევიდა თავის საქმე ჭიდაობით, ისე გადაიყვანა არა და ვიცი რომ ეგ ბიჭი ფიზიკურადაც ძლიერია. იტანს და აი რა ვიცი რა. მაგის მერე ის ბრაზილიელი ხა დარტყმა გაატარა, ხასიათი გამოამჟღავნა, გააგრძელა, მოუგო და ფინიშა პლუს რა. ეხა რომ მივყვეთ მაგის მერე, აი უკვე 4 ჭუბიანი სერია გაქვს, ხა ოლივეირას მოუგო, დარიუშს მოუგო, აი რავი, ხა დარიუში იყო ერთ-ერთი აი მოისაზრებოდა როგორც პირველი ნომერი იყო, ძალიან მაგარი იყო. ეხლა ჭუბობს ამ ხო, ამის ჭუბობს, კი. და მივიდა გათიშა. თან აი ძალიან ისე გათიშა რა. კი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე წაგებული ქონდა ბოლო და ისეთი აღარ იყო როგორც ის, მაგრამ ნუ საქმეა, სურათია, გაკეთებული აქვს რა, ამ კაც ეგრე არავი რა, შევიდა, გამოვიდა, ხო ხდები რა. ერთი ნაბიჯი დარჩა. ხო. აი ხა, ერთი რაც მე რო უყურე, შევადარე, გვაქვს ესეთი რაღაცა რა. ოლივეირასთან ჭუბი ერთსაც აქვს ნაჭუბი და მეორესაც აქვს ნაჭუბი რა. აი ზუსტად მან ვიზახი, რომ განსხვავდება რა, სტილისტიკა იქ ჩანს უკვე. ისლამი შევიდა, ელოდებოდა, შევიდა და დაიჭირა იმ მომენტში, რაშიც თვითონ უნდოდა რა. და ანუ დააფინიშა, მით უმეტეს მაშინ, როცა ოლივეირა იყო პიკში, მაშინ ადარებდნენ ხაბიბს, ხაბიბი მოუგებდა თუ ეს მოუგებდა, რაღაც ხო ხდები და ძალიან ჰაიპში იყო რა. და ანუ მისთვისაც თვით დაჯერებულობა იყო ძალიან მაღალ დონეზე რა. ანუ ყველაზე მაგაზე მაგარ პიკში არ ყოფილა. და მაგის მერე ხა ეჭხობა ცარუკიანს. ანუ რაღაც პერიოდის მერე. და რო ეჭხობა ცარუკიანს, ვერ ვიტყვით რომ იმ პერიოდში უფრო უკეთესი იყო, როცა ცარუკიანს ეჭხობა პირიქით, ავი, ისთან კამარი ქონდა რაღაცა და კამარი წაართვა. აქ ჭხობი რო გადავხედოთ, ისე მიდის რომ აი პირველივე მომენტიდან, პირველივე წამებზე დაიჭირა, თან საშიშად დაიჭირა, აი კონკრეტული ილეთის გაკეთება უნდოდა და აკეთებდა, მაგრამ აქაც ხასიათიდან გამომდინარე გამოძრა. ხასიათი კარგია, ხასიათი ძალიან მაგარია და გადამწყვეტია, მაგრამ ნუ იქიდანაც არანაკლები ხასიათიანი ხდება რა. და აი იცი ისი თქვა მინდა, რისკავს, ცხელი ბიჭია. ბევრჯერ ქონდა ისეთი მომენტი, რომ ხან ზურგს აძლევდა, ხან ჩაცურდა, ცოტა ჩქარობს, ცოტა აი ის აქვს რა, აი გამოცდილება რაც ისლამს აქვს, რომ ნელა და არ უნდა იჩქარო და ეს დაწყნარებულობა, ესე ვთქვათ, ჯერჯერობით ვერ ხედავ მე მაგას. შეიძლება ამ ჭუბში იყოს ეგ ყველაფერი და ვერ იტყვი რომ არ იქნება რა, მაგრამ ნიჭიერი ბიჭია და მაგრად ვითარდება რა, მაგის თქვა მინდა. მაგრამ ნუ მაინც იქიდან გამომდინარე რომ ისლამი ესეთი დონის ჩემპიონია, ესეთი დომინანტია და ესეთის საინტერესო ჭუბი იქნება, მაგრამ სადღაც აი 55-45-ზე მაინც უფრო ისლამისკენ გადავიხრებოდი რა. ძალიან ახლოს არის, მაგრამ მაინც გონია რომ უფრო ის რა. ძალიან საინტერესო აღმოგველოდება. მე მგონი UFC 311-ზე კარგად ვილაპარაკეთ, ეხლა ყველა ჭუბს ვერ მიმოვიხილავთ. ბოლოსკენ რო წავიდეთ, შენ გელოდებით UFC-ში აუცილებლად უახლოეს მომავალში თან და კიდევ აი შენ გარდა ვინ არიან აი უახლოესი კონტენდერები, ასე ვთქვათ, ქართველები, ვისაც ველოდებით, რომ უახლოეს მომავალს შეიძლება შეაღოს იქ ევროპის კარი. აი ქართველებზე რო გადავხედოთ, ხა ძალიან ბევრი ბიჭი არის ჩემი აზრით, მზად. ბევრი, ანუ პატარა ქვეყნისთვის ბევრი, ესე ვთქვათ რა. ეხა 5 კაცი რო უკვე მზად არის, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემი აზრით რა. რო არ გამომრჩეს ეხა ესე უცებ მთლად ესე არ ჩამოვთვლი სახელი და გვარებით, მაგრამ ნუ ესე ვიტყვი 1-2 შეიძლება გამომრჩიოთ ისე რომ ამერიკაში ვინც არიან უკვე UFC-ს კარს აი მიმდგარი არიან ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ანუ ყველაზე დიდი პრობლემა აქ ის არის რომ საქართველოში მცხოვრებ ბიჭს ვიზის გაკეთება უჭირს რომ იქ ჩავიდეს ხო? არა მარტო საქართველოში, ანუ ბევრი ქვეყნიდან რა. მე გვინდა იმათ უფრო უჭირდა. ჩრდილო კავკასიელებს. იმათ უფრო უჭირს, კი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხა რუსეთის პასპორტით ამერიკაში ესე ვერ წახვა. მაგრამ ნუ ჩვენთვისაც უბრალოდ ხალხისთვის ცოტა რთული არის რა. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამობრკოლებელი რაღაც რა, ესე რომ აღნიშნოთ და იქ უკვე არიან ორი ბიჭი ხა ამირანი და ლევანი ჩოხელი. აი რავი, ლევანის მე უფრო ამირან გოგოლაძე ხო? ხო.
და რო უყურებ ხა მაგათ ჩხუბებს ლეონის კარგად ვიცნობდა ამირანსაც კარგად ვიცნობდა ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ხა ამირანს ქონდა კიდევაც რამდენჯერმე შანსი რომ უკვე მომხდარიყო რაღაცა ეს უიღბლობა ხანის რაღაც და ისე ვერ დაემთხვა ვერ წაუვიდა მაგ ბიჭს მაგრამ ნუ ფაქტი სახეზეა რომ როცა შენ ერთი და იგივე რაღაც საქმეს აკეთებ და გაუჩერებლად მიდიხარ წინ რაღაც შედეგამდე მაინც მიხვალ რა. ხო, ბოდიში გაწყვეტინებ, ხა მე მგონი ორივე კაი ფორმაში იქნება ძალიან, იმიტომ რომ ერაფთან ერთად ეს პერიოდი ერთად ემზადებოდნენ. ზუსტად. და აქიდანაც ხა ბიჭები არიან, ნუ ჩემს გარდა ხა რო აღვნიშნოთ KSW-ში არის ზურა ჯოჯუა 61 კილოგრამში სხვათა შორის და ძალიან მაგარი ბიჭია. ერთადაც დიდი ხანი გვივარჯიშია უკრაინაშიც ერთად ვეყავით. ხა KSW-ში არის ტოპებშია, მეორე თუ დაჟე პირველი ნომერია, არ ვიცი ხა კამარზეც ელოდება ჩხუბს და რაღაც ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან მაგარი სპორტსმენი არის. მაგაზეც რავი ვიტყვი რომ ძალიან ახლო მომავალში ვფიქრობ რომ შესაძლებელია ისიც უცებ მოხდეს რა. აქეთ ლაშარი აბრამიშვილის ევროპაში ბიჭიც და აი ძალიან ისე არის რა, ცოტა ასაკობრივად 30-ს გადაცდა, მაგრამ აი კარგი რეკორდი აქვს და ძალიან მაგარი ბიჭია ჩხუბებს რო უყურებ და რაღაც სხვათა შორის ერთი და იგივე მებრძოლთან გვაქვს ნაჩხუბი ბრეივში მაგამედ იდრისოვი დაღესტნელი არის მაშინ პირველად რომ მე შევხვდი პირველი ნომერი იყო ეგ ბიჭი 8-0-ზე ქონდა ჰაიპი გაუფუჭე მაშინ მოუგო პირველად მე და მე ისევ გააგრძელა მოგებები და მეორე შეხვდა ეს და ამან მოუგო ოღონდ სხვა ზონაში 61-ში და გარჩა ქართველებმა დაუნგრიეთ თავის კარიერას გაუფუჭეთ საქმე ესე ვთქვათ და ანუ ის ბიჭი ხა მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიძახი რომ ხა იდრისოს რო ვეჩხუბე მაშინ ნუ კი ისე ვერ ვიტყვი რომ ძალიან მაგარი მომზადებული ვეყავიან რაღაც ბევრი ფაქტორები იყო რასაც არ დავიწყე ხა ჩამოთვლას მაგრამ მე ვგრძნობ ადამიანს როგორი მებრძოლია და ვიტყვი რომ ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო ვისთანაც მიჩხუბია რა თავისი რაღაცაი დამალული სტილისტიკით რა არ ჩანს ისეთი რაღაცებს აკეთებს რაც მარტო ჩხუბში იგრძნობა რა თან მithumedes გარედან შეხედავ არაფერია და ისეთ ფიზიკა ქონდა რომ მეც კი გამიკვირდა რა ესე ვთქვათ ამ წონაში მე ფიზიკურად რა ბევრს გავაოცებ აქეთ რა და ეს რო ნახე ლაშამ რომ მოუგო მივხვდი უკვე რომ აი მაღალი დონე აქვს რა არის რაღაცაი პლანკა ესე რომ დავარქვათ რომ არის იმის ქვევით და იმის ზევით რა აი მაღალ დონეზე უკვე რომ მიდიხარ უკვე იქ ცოტა სხვანაირადაა რა და აქვს მაგ ბიჭსაც ეგ ყველაფერი ვფიქრობ რომ შესაძლებელია აი დიდ არენაზეა და უფრო აი მასშტაბურადაც რო ვიფიქროთ რა აქეთაც ახლა ძალიან ბევრი ისეთი ბიჭები არიან თუ გინდათ აღნიშნოთ ხა ბენო მათე ნუ მათეს ცოტა ცუდად წაუვიდა ორი წაგებიანი სერია აქ და რაღაც მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არა შეიძლება მსაჯებს ვერ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო მაგრამ რო არ დავარქვათ ესე მაინც პერსპექტიული ბიჭია და აღვიქვა ისე როგორც შესაძლებელი ვარიანტს რომ აი შეუძლია მაგ ბიჭს რა თუ მოინდომებს და დარწმუნებული ვარ მოინდომებს ბენოც ახლა ახლოს არის ოქტაგონის კამარზე ჩხუბობს 57-ში და ნუ მაგის კონტრაქტიდან გამომდინარე და რაღაც მე როგორ იქნება საქმე მაგაზია დამოკიდებული, მაგრამ რაღაც დონეზე 57-ში მაგ ბიჭსაც ვფიქრობ რომ შეუძლია გვივარჯიშია ერთადაც, ნუ ახლო პერიოდში ხა მიჭიდავია მასთან და ვიცი მის შესაძლებლობები და ხა 57-ში ბევრთან მიჭიდავია და ვიცი რომ ერთ-ერთი აი გამორჩეული ბიჭია რა, არ არის ის რომ ყოველდღე ვერ შეხვდები ეგეთ ბიჭს რა. მომდომებელია და 3 მილიონი ნახევრიანი ერისთვის ეს ჩამონათვალი რომელსაც არ დაასრულებ. არა, ეხა კიდე ერთი ორი ძალიან მაგარი ჩვენთან საქართველოში და ჩემი გუნდელი არის ლუკა გიორგაძე და ეხა ქართულ ორგანიზაციაში იბრძვის GFC-ში კამარი მოიგო, კამარი დაიცვა, რაღაც ძალიან ხასიათიანი და მაგარი ბიჭია. აუ ეხა ძალიან ბევრი ისეთია რომ აღარ ჩამოთვალო და აღარ გაუყვე ხო ხვდები იქიდან გამომდინარე რომ კიდე ბევრი დამავიწყდება რაღაც გამოგჩება რა არც მინდოდა ჩამოთვალა მაგრამ მაინც ეხა გადაცემიდან გამომდინარე უფრო გავიხსენე და ვთქვი ბევრი რაღაც მაგრამ ნუ თუ ვინმე გამორჩა ძალიან დიდი ბოლიშით მაგრამ ძალიან ბევრი ვართ და ვფიქრობ პატარა ქვეყნისთვის მართლა ბევრი ხალხი ვართ ისე რომ აი შეიძლება სულ მალე თან ამას არ ვიძახი 5 წლის და 6 წლის პერსპექტივაში რა 1 წელი 2 წელი აი და შევეყაროთ რა უკვე და იქ ვიყოთ ხო ხვდები ხო ორგანიზაცია ახსენე და GFC, IFC ანუ ეგეც ფეხს იკიდებს ნელ-ნელა ქართული ორგანიზაციები საკმაოდ ბევრი წამოვიდა ბოლო პერიოდში და უფრო მეტიც იქნება ალბათ.
ტარდება კიდეც ძალიან კაი, აქ თბილისშიც ტარდება ხოლმე ღონისძიებები, ძალიან საინტერესო არის ჩემთვისაც და ბევრი გულშემატკივრისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა ბიძინა. ჩემთვის იყო უაღრესად საინტერესო შენი საუბარი და უკვე კარგად მზად ვარ და ველოდები ივენტს. ხო, არა, გავაგრძელოთ, ხო, ხა ამით ხარ შემოვიფარგლებით, მე კიდე შევიკრიბოთ. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად. და როცა აქ იქნები და როცა დრო გექნება ჩვენ სიამოვნებით გიმასპინძლებთ ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები შენ და წარმატებები მერაბს 19-ში დილით, სადღაც 8-9 საათისკენ გამოვა უკვე მერაბი და ერთად ვიზეიმებთ მერე გამარჯვებას და ჩვენ დაგიბრუნდებით აუცილებლად ზვიფასო მეგობრებო. ხელს არ შეგიშლით იქ მარტის ბრძოლისთვის მზადებაში, მაგრამ თუ რაღაც დრო და მომენტი გამოგიჩნდება, დაგიბევებთ რომ აუცილებლად გადავეყარო. მადლობა დიდი, გაიხარეთ წარმატებები. კარგად